მეგობრებო, საცა 2 და 3 შეიკრიბება სახელისა ჩემისათვის, ნუ მე ვარ შორის მათსა ნათქვამი, საცა მრევლი დგას, სადაც არის ადამიანთა კიდე 2, კიდე 3 რაოდენობა არ აქვს მნიშვნელობა ქრისტიანს ჩვენ შორის. ამიტომ სადაც ყოველგან არის, ყოველსა ვეღავს მადლით მის და მაინც მით უმეტეს უნდა ითქვას, რომ მის ყოფობას ჩვენ შევიგრძნობთ ყოველთვის და ვაფასებთ. და ამისკენ უნდა მივისწრებთ, რომ ქრისტეს ჩვენთან ერთად ყოფნა შევიგრძნოთ და შევიმესროთ და გრძნობა ცოდნად გავხადოთ. უცხო არ არის უფალი ჩვენთვის, ადამიანი დაინათესავა მან და მისი ახლო ყოფობა ყოველდღიური, ყოველწამიერი შეგრძნება და ყოველწამიერი ეგზისტენციის თავარი შემადგენელი უნდა იყოს. სულ უფლის ახლოს ყოფობას, უფალში ყოფობას უნდა გრძნობდეს ადამიანი. თუ არ გრძნობს, მაშინ არ აკეთებს ისე და იმნაირად და ისე და ისეთი კუთხევით თუ ისეთი წესით არ ცხოვრობს და ისე არ იქცევა, როგორც უნდა იქცევას. აი ამას უნდა გრძნობდეს აუცილებლად. და ეს აძლევს ძალას მას, სარწმუნოებაში აძლიერებს, იმედს აძლევს ცხოვრებაში, სიყვარულში აძლიერებს. აი ეს ყოფობა ღმერთში ფერს უცვლის მას, აი ახლა ხან იყო ფერიცვალება, ხომ? ფერს უცვლის. ეს მართო ხილული ნათელი კი არის, ეს უხილავი ნათელი. მას გარდა ქმნის და უხილავად სხვანაირს ხდის ადამიანს. თუნდაც ეს ნაზიერები ადამიანები, როცა შეხედავ ჩვენ სულიერი გზელი დავინახოთ ის როგორია, აბსოლუტურად სხვანაირი არის და სულ სხვანაირად გამოიყურება. უბრალოდ ჩვენ ხანდახან ამას ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ. ზოგიერთ ვხედავთ რაღაცა სულიერი თვალით და ვგრძნობთ კიდევაც და ისიც არის, ესეც არის. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი განწმენდილი გონება და გული მათი განწმენდის ხარისხის პირდაპირ პროპორციულად გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ვიგრძნოთ უფლის ჩვენთან ახლოს ყოფობა და ეს ფერიცვალების ხელთუქმნელი ნათელი დავინახოთ ადამიანში ყველგან და ყოველგან, რომელიც ნაპერწკალების ჩვენ შეჩადებულია, ეს ნაპერწკალი უნდა გაღვივდეს და ფერი უნდა იცვალოს ადამიანმა. უკეთესი უნდა გახდეს და არა უარესი თუ ხდება ადამიანი ვიდრე არის, მაშინ რაღაცას არ აკეთებს. შეცდომას უშვებს რაღაცაში და ის აღსარებად უნდა გამოასწოროს. ადამიანები ვართ და ჩვენთვის შეცდომები ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. სამწუხაროა ის, რომ ხოლმე შეცდომას ვაცნობიერებთ, მაშინ და გამოსწორებას ვიწყებთ მაშინ, როდესაც ჩავიდეთ და იმის მერე. ანუ გვიან ხდება ხოლმე. მაგრამ რა ვქნათ, ესეც ჩვენი გამოცდილების ნაწილია და ჩვენი ცხოვრების ნაწილია და მადლობა ღმერთს, მაგრამ როცა ადამიანი ერთი და იგივე მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და ერთი და იგივე შეცდომას სხვადასხვანაირად იდებს, ანუ იცის შედეგი რა მოყვება ერთი და იგივე ქმედებას და ერთი და იგივე ქმედებისაგან სხვადასხვა შედეგს ელის, აი ეს უკვე დიაგნოზია. აი, როდესაც შენ იცი რომ ცუდს იდებ და ყოველთვის ცუდი მოყვება და მაინც აკეთებ, აი ეს უკვე ძალიან ცუდი სიმპტომია. მაგრამ დაუშვებულია ის, რომ ჩვენი ცოდვები, ჩვენი არასწორი გამოყენება თავისუფალი ნების იწვევს ხოლმე ნეგატიურ შედეგებს, მაგრამ მერე გამოსწორებით ეს ყველაფერი სწორდება და უკეთესი ხდება. და უკეთესი უნდა გახდეს ამის თქმით ადამიანი ვიდრე არის. საუკეთესო და არ შეგვიძლია მცირედ წინ წავიდეს და გზახსნილი ქონდეს. რასაც ყველას გისურვებ დიდი სიყვარულით. მადლობა ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.